საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. ჩვენი გაკვეთილის თემაა მთელი რიცხვები. კერძოდ დღეს შევისწავლით მთელი რიცხვების შეკრება და გამოკლებას. იმისათვის რომ ეს მასალა იყოს გასაგები, ჯერჯერობით გავიხსენოთ მთელი რიცხვების ცნება ზოგადად. მე ჩავწერ მთელი რიცხვების მწკრივს 0, 1, 2, 3 და ასე შემდეგ. -1, -2, -3 და ასე შემდეგ. აი, წარმოდგენილია მთელი რიცხვების მწკრივი და სწორედ მთელი რიცხვების შეკრება გამოკლებაზე უნდა ვიმუშაოთ. ასევე გავიხსენოთ რიცხვითი წრფის ცნება. რიცხვითი წრფე არის წრფე, რომელზედაც მონიშნულია ათვლის სათავე, ათვლის წერტილი. შერჩეულია ერთეულოვანი მონაკვეთი და დადებითი მიმართულება. რიცხვით წრფეზე წარმოვადგინოთ რიცხვები 1, 2, 3 და ასე შემდეგ, -1, -2, -3 და ასე შემდეგ. გავიხსენოთ მოპირდაპირე რიცხვები. მოპირდაპირე რიცხვები არის მაგალითად -3 და 3, -2 და 2. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ მოპირდაპირე რიცხვების შესაბამისი წერტილები თანაბრადაა დაშორებული სათავიდან. ასევე დაგჭირდება მოდულის ცნების გახსენებაც. მოდული -3 ტოლია 3-ის. მოდული -5 ტოლია 5-ის. ისევე როგორც მოდული 3 ტოლია 3-ის, მოდული 5 ტოლია 5-ის, 0-ის მოდული 0-ია. გახსოვთ ალბათ განსაზღვრება. რიცხვის მოდული არის რიცხვი, რომელიც გამოსახავს მანძილს მოცემული რიცხვის შესაბამისი წერტილიდან სათავემდე. ლაპარაკია რიცხვით წრფეზე. მაშინ მოდული 3-ისა უდრის 3-ს, რადგან 3-ის შესაბამისი წერტილი რიცხვით წრფეზე სათავიდან დაშორებულია 3 ერთეულით. მაშინ ასე მოდულის ცნება გავიხსენეთ და ვიცით, რომ მოდული არაუარყოფითი რიცხვია. ამჯერად გადავალთ უშუალოდ შეკრება გამოკლებაზე, მთელი რიცხვების შეკრება გამოკლებაზე. დაგჭირდება ასეთი ნიშნების შემოღება. ჩავთვალოთ, რომ აი ესეთი სიმბოლო, ნიშანი შემოვიღოთ. აი ესეთი გაფერადებული პატარა წრე, ჩავთვალოთ, რომ ეს არის ერთი ერთეულოვანი უარყოფითი მუხტი. პირობითად ჩავთვალოთ ასე, რომ ეს არის ერთეულოვანი უარყოფითი მუხტი. დავარქვათ ასე სახელად. გაუფერადებელი, აი ასეთი წრე, ჩავთვალოთ, რომ არის ერთეულოვანი. მე შემოკლებით დავწერე ეს სიტყვა, გულისხმობ ერთეულოვანი დადებითი მუხტი. და ბოლოს ერთი უარყოფითი მუხტი და ერთი დადებითი მუხტი შეადგენს 0-ს. ესე იგი წარმოადგენს ის 0-ს. წარმოადგენს რიცხვი 0-ს. იმისათვის რომ
შევძლოთ შეკრება, გამოკლება, რამდენიმე წამით გავივარჯიშოთ აი ასეთ საკითხზე. ვნახოთ, რას წარმოადგენს, რა რიცხვია, თუ კი მე დავსვამ დავუშვათ 3 გაფერადებული პატარა წრე და 2 გაუფერადებელი. როგორც შევთანხმდით, ეს არის ერთეულოვანი მუხტი. ანუ ჩვენ აქ გვაქვს 3 ერთეულოვანი მუხტი. აქ კი 3 ერთეულოვანი უარყოფითი მუხტი, 2 ერთეულოვანი დადებითი მუხტი. როგორც ვთქვით, თითო დადებითი და ერთი დადებითი და ერთი უარყოფითი მუხტი თუ კი ნულს წარმოადგენს, ჩვენ აქ აი ეს წყვილი დადებითი და უარყოფითი, დადებითი და უარყოფითი, ეს ხომ ნულებია, მაშინ აი ამ მოდელზე წარმოდგენილია რიცხვი -1, ვინაიდან ჩვენ აი ეს ასეთი აღნიშვნა გვაქვს შემოტანილი, რომ ეს არის უარყოფითი მუხტი. ანუ ეს აი ასეთი წარმოდგენა, ეს იგივე რიცხვი -1-ის წარმოდგენაა. კიდევ ერთხელ აი ასეთი 4 ასეთი წრე გავაკეთოთ და 2 გაფერადებული წრე. ან 3 არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ავიღებთ. თავარია გავიგოთ პრინციპი. მაშინ ასე. ერთი წყვილი, რომელიც წარმოადგენს ნულს, მეორე წყვილიც წარმოადგენს ნულს, მესამე წყვილი და დაგვრჩა ეს. მაშინ ეს კი არის ერთი დადებითი მუხტი. მაშინ აქ წარმოდგენილია რიცხვი 1. ამის შემდეგ ჩვენ უკვე შევძლებთ მარტივად გავიგოთ დადებითი და უარყოფითი რიცხვების შეკრება. შევძლებთ დიახ, შევასრულოთ ეს 2 მოქმედება. მაგალითად მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. პირველად ვიმუშავებთ უარყოფითი რიცხვების შეკრებაზე. დაუშვათ, გვინდა გავიგოთ, რამდენია -3-ს დამატებული -2. ვიდრე ამას მუხტებით გავაკეთებდეთ, ისედაც შეგვიძლია ვისაუბროთ, ჩვენ ვიცით, რომ უარყოფითი რიცხვი მოიაზრება, ხშირად მოიაზრებენ მას როგორც ვალი, ვთქვათ, დანახარჯი, ვთქვათ, თეამ, ასეთი მაგალითი რომ გეთქვა, თეამ ის ესხა 3 ლარი, ანუ მისი ვალი არის -3 ლარი, ანუ რიცხვი -3. შეგვიძლია შესაბამისად ჩავინიშნოთ. შემდეგ დაასჭირდა თეას და კიდევ ის ესხა 2 ლარი, ანუ კიდევ -2. რომ ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ადვილად მივხვდებით, რომ თეას საბოლოოდ ვალი აქვს 5 ლარი, ანუ რიცხობრივად, მათემატიკურად ეს რომ ჩავწეროთ, ჯამი გამოგვივიდა -5. ახლა იგივე სამუშაო შევასრულოთ მუხტებით. აი -3 წარმოვადგინოთ ერთეულოვანი მუხტებით. მაშინ -3-ის წარმოდგენისთვის დაგჭირდება აი ასეთი გაფერადებული 3 პაწეცინა წრე. -3-ს უნდა დავამატოთ -2. ასევე აი აქ წარმოვიდგინოთ, რომ მას ემატება -2 და ცხადია 3 ერთნაირი წრე და ჯამურადაც ასეთივე 5 წრე გვექნება. და რა თქმა უნდა, რიცხვებში გადავიტანთ ამ მოსაზრებას, რომ -3-ს დამატებული -2 ტოლია -5-ის. აი ჩვენ უკვე შევკრიბეთ 2 უარყოფითი რიცხვი. მივაქციოთ ყურადღება. 2 უარყოფითი რიცხვის ჯამის შედეგი გვაქვს ისევ უარყოფითი რიცხვი. მე ახლა ჩამოვაყალიბებ უარყოფითი რიცხვების შეკრების წესს. 2 უარყოფითი რიცხვის ჯამი უარყოფითი რიცხვია. ჯამის მოდული საუბრობ -5-ის მოდულზე, რომელიც არის 5. ჯამის მოდული რომ ვიპოვოთ, შესაკრებთა მოდულები უნდა შევკრიბოთ. ანუ მივაქციოთ ყურადღება, შესაკრებთა მოდულებია 3 და 2. მათი შეკრება, რა თქმა უნდა, მოგცემს 5-ს. ასეთივე მაგალითი მუხტების გარეშე შეგვიძლია უკვე მოვიყვანოთ, ანუ დავუშვათ -7-ს დავამატოთ -12. როგორც უკვე აღნიშნეთ, უარყოფითი რიცხვების ჯამი უარყოფითი რიცხვია, დავწერეთ -.
ჯამის მოდული, ანუ ვანგარიშობთ ჯამის მოდულს, რომ ვიპოვოთ შესაკრებთა მოდულები, შევკრიბოთ, ანუ შევკრიბოთ 7 და 12, მივიღებთ -19-ს. ჩვენ შევძელით უარყოფითი რიცხვების შეკრება. დადებითი რიცხვების შეკრება კი ჩვენ დროს არ წაგვართმევს, ეს ჩვენთვის ნაცნობი რიცხვებია, 1-ს მიუმატოთ 2, ეს ჩვენი ნატურალური რიცხვებია და მასზე ბევრს არ ვისაუბრებთ, ანუ ისევ ჯამს შესაკრების ნიშანი აქვს, ორივე დადებითია შესაკრები რიცხვები და ჯამსაც აქვს ნიშანი პლუსი. როგორც იცით, 3-ს არ უწერია პლუსი, მაგრამ იგულისხმება, რომ ეს არის +3, რომ ეს არის დადებითი რიცხვი. ჯამის მოდული ისევ უდრის შესაკრებთა მოდულების ჯამს. ჩვენ უკვე შევკრიბეთ უარყოფითი რიცხვები და მაინც საკოორდინატო წრფეზეც ვნახოთ, წრფის დახმარებითაც დავინახოთ, როგორ არის უარყოფითი, საერთოდ ზოგადად მთელი რიცხვების შეკრება. Დაუშვათ გვაინტერესებს ჯერჯერობით ჩვენთვის ნაცნობი მაგალითი განვიხილოთ, შემდეგ კი სხვა მაგალითიც მოვიყვანოთ. აი მაგალითად -3-ს ჩვენ უკვე დავამატეთ, -2 და მივიღეთ -5. დავბრუნდეთ ჩვენს რიცხვით წრფესთან. -3-ს დავამატოთ -2, მე გავაგრძელებ, თქვენ იცით, წრფე უსასრულოდ გრძელდება, ამჯერად მე დამჭირდა. -2-ის დამატება ნიშნავს, რომ -3-დან თქვენ იცით დადებითი მიმართულება არის აი აქ მონიშნული. -2-ის დამატებისას ჩვენ უნდა გადავთვალოთ აი ამ მიმართულებით 2 ერთეული. და აი როდესაც გადავთვლით 2 ერთეულს, ჩვენ დავინახავთ, რომ -3-ისა და -2-ის ჯამი არის -5. ანუ გადათვლას აი ამ მიმართულებით შევასრულებთ და მივიღებთ -5-ს. ანუ ერთხელ კიდევ დავრწმუნდით, რომ უარყოფითი რიცხვების შეკრება არის შეკრებისას ესე იგი ნიშანი არის მინუსი, შედეგის ნიშანი და მოდულები იკრიბება. ამაზე მეც აღარ გავაგრძელებთ. ახლა შევკრიბოთ უკაცრავად უარყოფითი და დადებითი რიცხვები. ანუ უარყოფით რიცხვს დავამატოთ დადებითი რიცხვი. მოვიყვანოთ მაგალითი. -5-ს ამჯერად დავამატოთ თქვათ 2. ისევ მოვიშველიოთ მუხტები. უარყოფითი 5 მუხტი მოვნიშნოთ. ხუთი მუხტი და მას უნდა დავამატოთ დადებითი 2 მუხტი, როგორც ვიცით, აი ასეთი სიმბოლო უნდა დავსვათ. დავამატოთ. შეგვიძლია ჩვენ ეს დამატება აქვე გავაკეთოთ, აი დავამატოთ, ანუ ერთად მოვიაზროთ 5 უარყოფითი მუხტი, 2 დადებითი მუხტი, ჯამში რა შედეგს მოგცემს. როგორც უკვე ვთქვით, წყვილი დადებითი და უარყოფითი 0-ს წარმოადგენს. ანუ ეს თუ 0, ესეც 0, ჩვენ აქ დაგვჭა 3 უარყოფითი მუხტი, ანუ -5-ისა და 2-ის ჯამი მივიღეთ უდრის -3-ს. ვიდრე ზოგადად შეკრების წესს ჩამოვაყალიბებდეთ, კიდევ ვნახოთ სხვა მაგალითი. აი -3-ს დავამატეთ, დავუშვათ 7. მოვიშველიოთ ისევ მუხტები. -3, ანუ აი 3 უარყოფითი მუხტი. ჩვენ მას უნდა დავამატოთ 7 დადებითი მუხტი. 1, 2, 3, 4, 5, 6 და აქაც მე-7 აღვნიშნოთ. მაშასე ეს წყვილი მოგცემს 0-ს, მეორე წყვილი ისევ 0, მესამე წყვილიც ისევ 0, ანუ შედეგი ჩვენ მივიღეთ აი 4 დადებითი მუხტი, ანუ -3-ისა და 7-ის ჯამი უდრის 4-ს. ახლა კი დასკვნა უნდა გავაკეთოთ. დაუკვირდეთ, როგორ მოხდა
სხვადასხვა ნიშნიანი რიცხვების შეკრება. ვამბობ სხვადასხვა ნიშნიანიო, იმიტომ რომ შესაკრებების ნიშანი, მას პირველი შესაკრების ნიშანი მინუსია, მეორე შესაკრების ნიშანი პლუსია. ამჯერად პირველი შესაკრების ნიშანი ისევ მინუსი, მეორე შესაკრების ნიშანი ისევ პლუსი. კარგად დავუკვირდეთ, შედეგი აქ მინუსით მივიღეთ, უარყოფითი რიცხვი მივიღეთ, აქ დადებითი რიცხვი. მაშ ახლა ვუკვირდებით. სხვადასხვა ნიშნიანი რიცხვების ჯამს აქვს იმ შესაკრების ნიშანი, რომელსაც მეტი მოდული აქვს. აი ამ ორი რიცხვიდან, რა თქმა უნდა, მეტი მოდული ამას აქვს. -5-ის მოდული 5-ია. მაშ დავიმახსოვროთ, სხვადასხვა ნიშნიანი რიცხვების ჯამს აქვს მეტმოდულიანი შესაკრების ნიშანი. შევხედოთ აი ამ შემთხვევაშიც. აქაც სხვადასხვა ნიშნიანი რიცხვები გვქონდა, მაგრამ მეტმოდულიანი ამ შემთხვევაში იყო 7. ამიტომ 7 მეორე შესაკრების ნიშანი არის პლუსი და ჯამსაც ნიშანი აქვს პლუსი. ჩამოვაყალიბოთ ზოგადად შეკრების წესი. მაშ ორი სხვადასხვა ნიშნიანი რიცხვის ჯამს აქვს იმ შესაკრების ნიშანი, რომელსაც მეტი მოდული აქვს. ჯამის მოდული რომ ვიპოვოთ, შესაკრებთა მოდულები გამოვაკლოთ. ანუ მოდულები გამოვაკლოთ 5-ს გამოვაკლოთ 2. ამ შემთხვევაში მოდულებია 7 და 3. 7-ს გამოვაკლოთ 3 არის 4. ჩვენ, როდესაც რიცხვებს შევკრებთ, ამერიდან მუხტებს აღარ მოვნიშნავთ. მას შეკრების წესი დავიმახსოვროთ და შევასრულოთ რამდენიმე მაგალითი. მაგალითად -12-ს დავამატოთ 5. რა თქმა უნდა, მეტი მოდულიანი შესაკრების ნიშანი ისევ მინუსი გვაქვს და ახლა დაგვრჩა მოდულების გამოკლება. გვაძლევს 7-ს. მაშ -12 + 5 არის -7. 8-ს მივუმატოთ -20. აქაც მეტმოდულიანი შესაკრების ნიშანი მინუსი გვაქვს, ისევ ამიტომ მინუსი, მოდულების სხვაობა კი მოგცემს 12-ს. შედეგი მივიღეთ -12. -5-ს მივუმატოთ 16. მეტმოდულიანი ამჯერად აი ეს დადებითი რიცხვია, ამიტომ ნიშანის ჯამს აქვს პლუსი, რომელსაც არ ვწერთ, იგულისხმება, მოდულების სხვაობა კი მოგცემს 11-ს. ამით ჩვენ შევასრულეთ, ვისწავლეთ უკვე უარყოფითი რიცხვების შეკრება, სხვადასხვა ნიშნიანი რიცხვების შეკრება. ამჯერად გადავიდეთ გამოკლებაზე. რა თქმა უნდა, გამოკლებისთვისაც ისევ მოვიშველიებთ მუხტებს. განვიხილოთ ასეთი მაგალითი. -3-ს გამოვაკლოთ -2. ისევ ავიღოთ 3 უარყოფითი მუხტი და მას უნდა დავაკლოთ -2. ანუ ჩვენ უნდა დავაკლოთ ისევ 2 უარყოფითი მუხტი. გქონდა უარყოფითი, მაკლები, აი საკლები უარყოფითია, makლებიც უარყოფითია. გამოკლება ჩვენს გონებაში მოიაზრება როგორც აღება, მოკლება, იქიდან აი ესე რომ წარმოვიდგინოთ, რომ აი 2 მუხტი ავიღოთ აქედან. ანუ გვაქვს 3 უარყოფითი მუხტი და უნდა დავაკლოთ, უნდა ავიღოთ აქედან ეს 2 პირობითად, რა თქმა უნდა, ავიღოთ ეს უარყოფითი მუხტი. ცხადია, ჩვენ დაგვრჩება 1 უარყოფითი მუხტი, ანუ ჩვენ შევასრულეთ უკვე 2 უარყოფითი რიცხვის გამოკლება. -3-ს გამოვაკლოთ -2, ეს არის -1, რადგან აი აქ გვრჩება 1 უარყოფითი მუხტი. ჩვენ შეგვიძლია კიდევ ასეთი მოქმედება შევასრულოთ. ახლა დავუკვირდეთ ამ მოქმედებას. -3-ს დავამატოთ 2. ეს ახლა ვისწავლეთ სწორედ. მას სხვადასხვა ნიშნიანი რიცხვების შეკრება არის და შედეგი მინუსი, იმიტომ რომ აქ დიდი მოდული გვაქვს, -1 მივიღეთ მოდულების სხვაობა 3-ს -2 არის -1. მივაქციოთ ყურადღება, როცა 3-ს გამოვაკელი -2, მივიღე -1.
უკაცრავად 3 ვთქვი, მე უნდა მეთქვა -3. -3-ს გამოვაკლოთ -2, მივიღე -1. -3-ს დავამატე 2 და მაინც შედეგი ისევ -1. ესე იგი გამოდის რომ -3-ს გამოვაკლოთ -2 იგივე შედეგს გვაძლევს, რაცაც გვაძლევდა -3-ისა და 2-ის ჯამი. ასეთი მაგალითის გამოყვანა ჩვენ კიდევ მოგვიწევს იმისათვის, რომ გავაკეთოთ დასკვნა. ავიღოთ კიდევ ასეთი -2-ს გამოვაკლოთ 5. ამ შემთხვევაში ყურადღებით -2 არის საკლები, მაკლები კი არის 5. ანუ საკლები უარყოფითი რიცხვია და მაკლები დადებითი რიცხვია. ისევ მოვიშველიოთ მუხტები. 2 უარყოფითი მუხტი. და ჩვენ უნდა ავიღოთ 5 დადებითი მუხტი, რომელიც აქ უბრალოდ არ ჩანს. არ არის ეს 5 უარყოფითი მუხტი ამ ჩვენს მოდელზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევავსოთ ის. ანუ ჩვენ გვჭირდება 5 დადებითი მუხტი, რომლის დაკლება უნდა მოვახდინოთ, ამიტომ მე აქ ახლა 5 დადებით მუხტს მოვნიშნავ 3, 4, 5. და რადგან 5 დადებითი მუხტი მოვნიშნე, ცხადია 5 უარყოფით მუხტსაც მოვნიშნავ. ეს იმისათვის, რომ რა თქმა უნდა, რიცხვი არ უნდა შეიცვალოს. ჩვენი საკლები -2-ია. არის თუ არა წარმოდგენილი -2 ჩვენს მოდელზე? შევხედოთ. ეს წყვილი, თითოეული ეს წყვილი გვაძლევს 0-ს. ესე იგი აქ ისევ -2-ია წარმოდგენილი. მაშინ დაუბრუნდეთ გამოკლებას. -2-ს უნდა 5 გამოვაკლოთ 5, ანუ ავიღოთ უნდა ასე პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ აქედან უნდა ავიღოთ 5 დადებითი მუხტი, ანუ მოვაშოროთ აქედან ეს 5 მუხტი. აი ეს 5 მუხტი მოვაშოროთ, შევხედოთ დაფას, მაშინ ჩვენ გვრჩება რამდენი 1, 2 და აქაც 5, ეს გვაძლევს 7 უარყოფით მუხტს და შედეგი ალამაზად რომ გამოჩნდეს, მე ამას გადავწერ -5-ს გამოვაკლოთ, უკაცრავად -2-ს გამოვაკლოთ, -2-ს გამოვაკლოთ 5, ტოლია -7-ის. გამოკლება ჩვენ უკვე შევასრულეთ. აქვე შევასრულოთ ასეთი შეკრება -2-ს დავამატოთ -5. უარყოფითი რიცხვების შეკრება ჩვენთვის უკვე ცნობილი მოქმედებაა. ვიცით, რომ ჯამს უნდა ჰქონდეს ნიშანი -. და ჯამის მოდული რომ ვიპოვოთ, უნდა შევკრიბოთ მოდულები, ანუ 2-ს მივუმატოთ 5 არის 7, შედეგი მივიღეთ -7. მაშინ ასე აი მნიშვნელოვანი მომენტი რაც არის, მე მას განსაკუთრებით მოვნიშნავ, ჩვენ აი ამ ტოლობას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და იმას, რომელსაც ეხლა მე ჩავწერ. ვნახეთ, რომ -2-სა და -2-სა და 5-ის სხვაობა გვაძლევს იგივე შედეგს, რაც მოგვცა -2-სა და -5-ის ჯამმა. ახლა კი გავაკეთოთ უნდა დასკვნა. ერთ რიცხვს რომ გამოვაკლოთ მეორე რიცხვი, ამისათვის საჭიროა საკლებს მივუმატოთ მაკლების მოპირდაპირე რიცხვი. ხედავთ თქვენ, მაკლები არის -2 და მისი მოპირდაპირე ჩვენ უკვე გავიხსენეთ მოპირდაპირე რიცხვები, -2-ის მოპირდაპირე რიცხვი არის 2. საკლებს გამოვაკლოთ მაკლები, ტოლია საკლებს მივუმატოთ მაკლების მოპირდაპირე. შეკრება კი ჩვენ უკვე ვიცით, გვეწერა, აი აქვე გვაქვს დაფაზე, შედეგი გვაძლევს -1-ს. ზუსტად ასევე საკლებს გამოვაკლოთ მაკლები, მიაქციეთ ყურადღება, მაკლები დადებითი რიცხვია.
ტოლია საკლებს მივუმატოთ მაკლების მოპირდაპირე, ანუ 5-ის მოპირდაპირე -5 და შედეგი ჩვენ უკვე დაფაზე გვაქვს არის -7-ის ტოლი. მაშინ ასე ჩვენ შევისწავლეთ მთელი რიცხვების შეკრება, მთელი რიცხვების გამოკლება. ვფიქრობ, არ უნდა გაგიჭირდეთ ამ დავალების შესრულება. 5-ს მივუმატოთ -8, სხვადასხვა ნიშნიანი რიცხვების შეკრების წესი გავიხსენოთ. -3-ს მივუმატოთ 7, -5-ს მივუმატოთ 5, მე რამდენიმე წამით შევაჩერებ თქვენს ყურადღებას აი ამ მაგალითზე. აქ თუ მუხტებს გავიხსენებთ, ჩვენ გვექნება 5 წყვილი თითო დადებითი და თითო უარყოფითი მუხტისა. ანუ ალბათ დასკვნის გაკეთება არ გაგიჭირდებათ. -5 + 5 რა შედეგს მოგცემს. და სასურველია თუ თქვენ განაზოგადებთ დასკვნას, ანუ დამოუკიდებლად შეასრულეთ ამ დაგვარი მაგალითები, -3-ს მივუმატოთ 3, -7-ს მივუმატოთ 7 და განაზოგადეთ მოპირდაპირე რიცხვების ჯამი რა რიცხვია. 4-ს მივუმატოთ 0, 0-ის მიმატება რიცხვს არ ცვლის, ასე რომ ეს შეკრებაც თქვენთვის უცხო არ არის და აი ეს მაგალითები -8-ს -4 დღეს ჩვენ ეს უკვე გავარჩიეთ, ზუსტად ანალოგიური მაგალითია. 7-ს გამოვაკლოთ 9 გავიხსენოთ აქ, საკლებს მივუმატოთ მაკლების მოპირდაპირე, ისევე როგორც აი აქ საკლებს მივუმატოთ მაკლების მოპირდაპირე. აი ამ წესით მოვახდენთ გამოკლებას. რაც შეეხება ამ მაგალითს იპოვეთ ჯამი, გამოვიყენოთ შეკრების, გადანაცვლებადობის და ჯგუფდებადობის კანონების შეგვიძლია გამოვიყენოთ. შეგვიძლია მივყვეთ და ისე შევკრიბოთ, ჯერ ვიანგარიშოთ -9-ს + 17, მიღებულ შედეგს დავამატოთ -5. შეგვეძლო დაჯგუფება შესაკრებების, ანუ ჯერ ვიანგარიშოთ -9-სა და -5-ის ჯამი, შემდეგ კი დავამატოთ 17. ანალოგიურად შესრულდება დანარჩენი მაგალითებიც. მიაქციეთ ყურადღება, აქ ჯერ ვანგარიშობთ -15-ის მოდულს, შემდეგ კი ჩვეულებრივად ვკრიბავთ რიცხვებს. საინტერესოა, მეოთხე სავარჯიშო შეადარეთ 4-ს -7 და 7-ს -4. ზუსტად ანალოგიურია 12-ს -5 და 5-ს -12. თქვენ რაღაც კანონზომიერება უნდა შენიშნოთ და განაზოგადოთ. გაკვეთილი დამთავრებულია, გისურვებთ წარმატებებს.